თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ დოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სხდომას ორივე ბრალდებული ესწრებოდა. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმა და თქვა, რომ მას ციხეში ყველაფრის უფლება წაართვეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ეს განცხადება პროკურორის სიტყვას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ხაბეიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა. ლევან ხაბეიშვილმა პროკურორს კითხა, რატომ აუკრძალეს პენიტენციურ დაწესებულებაში შვილების ნახვა. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელებში ვრცელდება. უნდა უსმინოთ პოლიტიკოსმა პოლიტიკური განცხადებების გამო დაკავებული. პროკურორი წუხوار ჯერ იმის გამო, ჩემშვილებს შეხედე თვალში შეწარვი, ჩემი უფლებაა წარქმონა. შეხედე აბა ჩემშვილებს. რატომ არ უშევ ჩემს ციხეში? მე ვიგებინება სასამართლო მათროს უფლებას, მათროს აბა ვიგებინება სტუდენტო, ხალხო ყველაფერი. არა ყველაფერი სხვა საზღვარია. მაშინ სასამართლო გითხრას რომ მიცვალებული ხარ და იყავი ხმარებული. ვერ გავიგე ხარ არავის არ დალაპარაკო წერილი არა ტელეფონი არა შვილები არა. ვერ გავიგე მარტო ის კულანი ვარ. მე სასამართლოსთან დაკავშირებით არ მაქვს პრეტენზია მაგ პროკურორთან დაკავშირებით. პროკურორი ყოველ ჯერზე პროვოცირებს გესმით რომ ხარ ჩემი მოსმენა აქვს ხარ ეს რაღაცა მე მარტო დავიცი. ანუ პროკურორს ვიღაო იყოს ციხეში და მოჩა. არასდროს არ ყოფილა ასეთი. როგორ აი ხას იგივე საკეთე. ანუ საფთევაზე მინდა გავაკეთო განცხადება და რა ვიცი ხა. აბა ჩემი მოწმეები არ მოგო. სასამართლოს მეუბნები ნახევარი წელია ვარ. ძევდა დამარხე წალი დედედე დანიშნული მოწმია. რომელიც ამბობს რომ აბა შეურაცხყოფილად იგზნოთავა. და ეს დაიწყო და პრობაშვილ ეს სამი ერთი წარმოუყვანითა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის დიალოგი და საუბარი. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ურჩევს ქართულ ოცნებასთან დებატებზე იმ შემთხვევაში დათანხმდნენ, თუ პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ. ამით ხაბეიშვილი გამოეხმაურა ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის ინიციატივას ქვეყანაში დებატების დაბრუნების შესახებ. ამ დროისთვის ჯერ პირველი უნდა ვთქვა, რომ ქეცვიხლი 1500-დან 1000 ადამიანია, რომელიც ყოველდღიურად თავის ჯანმრთელობის ფასად აპროტესტებს და სიცოცხლის და თავისუფლების ეს დიდი ხალხია ქეცვიხლი ამ წინაშე. მაგრამ ამის იქით არანაირი პროტესტი და არანაირი ბრძოლა და წინააღმდეგობა დღეს საქართველოში არ არსებობს. და წუხوار ამის გამო მე როგორც გულშემატკივარი ვარ პროტესტის, მინდა რომ დღეს საზოგადოებრივ დასწრებული დისკუსია ამაზე. ნუ მოვაწყობთ ერთმანეთს, რომ ყველაფერი არის კარგად, რომ თუმე რაღაცა ვინმე ვერ დაგვამარცხა, ამ წუთას იმ კანონებად, რომელზეც ვაპარაკობთ, არ იმუშავა, იმუშავა. ორი გამოსავალია, ერთი ზევალი როცა არის აყვანილი. გადადიხარ შეტევაზე და გამოიხსნი ზევალს და მეორე. ეს არის მოლაპარაკება, საუბარი და დიალოგი. ზოგს ამის თვითონ შეშინია გარეთ. ბრძოლის ხო ბრძოლა ხო არ გამოსდის. ამ პატიმრების გამო მაინც ვინც არის თავისუფლებაზე მოუწოდებ ყველა პასუხისმგებლიან ადამიანს. აიდე პასუხისმგებლობა, აი და დებატებს სავაზობენ თუ რაღაცას ისულებით. აი დებატებზე პირობითად და გაუჯერდით თუ მაგნებს გამოუშვებენ. პირობითად ხო? დაელაპარაკეთ თუ ბრძოლა არ შეგვიძლია ამ ეტაპზე. სხვა გამოსავალი არის. თუ ბრძოლას არ აპირებთ, თუ ბრძოლა არ გამოდის, თუ ხელი მაშინ ელაპარაკეთ მაინც. რომ იქნება გამოუძვრეთ და სხვა სიტუაცია დავაყენოთ. ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულა სეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის ფულადი თანხის შეთავაზების ბრალდებით დააკავა. ბრალის დაყენების შემდეგ კი გაირკვა, რომ მას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასაც ედავებიან. ამ ორივე ბრალით ოპოზიციონერ პოლიტიკოს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 13 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ხაბეიშვილთან ერთად 11 სექტემბერს დააკავეს მურთაზ დოდელავაც. დოდელავას ხაბეიშვილის მობილურის გადამალვას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. დოდელავას ამ საქმეზე ბრალი გამოძიებისთვის ხელი შეშლის მუხლით წაუყენეს და გირაო შეუფარდეს. მოგვიანებით 4 ოქტომბერს დოდელავა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს.